შუა დღემშვიდობის დაუბრუნდით ისევ ეთერში ისევ საინტერესო თემით და ეს არ გაგაკვირვებთ ალბათ ელოდებოდით რომ სწორედ მსგავსი თემა გვექნებოდა საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებული ყველა საინტერესებს იმ ადამიანების ისტორია ვინც თვითონ ქმნიან ისტორიას და სწორედ ესეთი ადამიანების პოლიტიკური თავგადასავალი ისტორიები ინტერვიუები მოკლედ ყველა საინტერესო ცნობა მათ შესახებ ერთ კრებულში დოკუმენტები რომელიც ამ ადამიანებს და უფრო დეტალურად რა დოკუმენტებია ეს ამაზე უკვე ჩვენი სტუმრები გვეტყვიან და სახელწოდება ამ კრებულის არის საქართველოს სახელმწიფოს მეისტორია კრებული საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელებს. თემასთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ემზარ ჯგერენაია, პროფესორი მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი და ზია ხოსიტაშვილი, პარლამენტის სამეცნიერო საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი. შუა დღემშვიდობის მოგესალმებით. დავიწყოთ მოდით რა თქმა უნდა კრებულზე საუბარი, იმიტომ რომ ამისთვის შევიკრიბეთ, როგორ გაჩნდა იდეა ზოგადად რომ შექმნილიყო მსგავსი კრებული. დიდი მადლობა რომ დაინტერესდეს ამ გამოცემით. ვფიქრობ რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გამოცემაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 2000 წელს მე მუშაობდი ჩემს ერთ ავსტრიელ კოლეგასთან ერთად. ჩვენ გვინდოდა ქართველი პოლიტიკოსების ასე ვთქვათ სიტყვები შეგვესწავლა და გაგვიანალიზი ჩაგვეტარებინა ამ სიტყვებისთვის. ეს გახდათ ქალბატონი დორის ფოგლი, რომელიც ახლა უკრაინაში მუშაობს ამ წუთას, მაგრამ მაშინ აღმოაჩინეთ, რომ ეს ტექსტები უნდა ვეძებოთ გაზეთებში და გაბნეულია ყველგან და ვერსად ვერ პოულობდით და მაშინ გაჩნდა იდეა, რომ ხო არ გამომგვეცა ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომელსაც ყველა მასალა პრაქტიკულად აქვს, ჩვენი პოლიტიკოსების პირველი პირების, ჩვენი სახელმწიფოს მეთაურების სიტყვები, ინტერვიუები, ბრძანებები და სხვადასხვა დოკუმენტები, რომელებსაც ისინი აწერენ ხელს და რომელთაც ისინი საზოგადოებაში გამოდიან. უახლესი ისტორია, ეს არის ისტორია ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან. პრინციპი არის შემდეგი. პრინციპი გახლავთ პრინციპი არის შემდეგი, რომ პიროვნება, რომელიც მოვიდა ხელისუფლების სათავეში პირველ დღეს და პირველი განცხადება რო გააკეთა, იმ დღიდან მისი ხელისუფლებიდან წასვლამდე ეს სიტყვებია, ესე იგი მოგრებული უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსი კიდე ერთხელ ამ კრებულების შემდეგ ალბათ და იმედი გაითვალისწინებენ ჩვენი მომავალი პრეზიდენტები, რომ მათ აკვირდებიან, მათ სიტყვებს იმახსოვრებენ, აანალიზებენ. ქალბატონი ზეა ჩემი კოლეგა, რომელმაც მოამზადა ეს გამოცემები პრაქტიკულად მან პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ვარ და იქ გვაქვს ერთი განყოფილება, პარლამენტის სამეცნიერო საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის თანამშრომელი ქალბატონი მზეა და ქალბატონმა მზეამ პრაქტიკულად ახლა იტყვის ალბათ თვითონაც რა პრობლემებთან არის დაკავშირებული ამ დოკუმენტების ასე მომზადება გამოსაცემად და მე უკვე თუ შესაძლებლობას მოვცემთ ამ მინდა მოგახსენოთ, რომ ჯერ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ ემზარს, რომ მომცა საშუალება, რომ აი ასეთ საინტერესო მასალებზე მემუშავა. და არასაკურველია გარკვეული სირთულეები გააჩნია აი ასეთ დოკუმენტებზე მუშაობას, იმიტომ რომ ეს არის 90, 91, 12, 13 წლის დოკუმენტები, ეს არის ის პერიოდი მოგეხსენებათ სამოქალაქო ომის პერიოდი და ხშირ შემთხვევაში ყველა აბსოლუტურად მასალაში გარიშეტანილი, მაგრამ მე მინდა იმ სირთულეებზე მოგახსენოთ, რაც აი მუშაობის პროცესში მოყვება. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც რომელიმე ნომერი გაზეთს არ მოყვება და აქ არის 16 გაზეთიდან შეკრებილი მასალა იმ პერიოდში რაც გამოდიოდა. და ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ ერთი და იგივე მასალა სხვადასხვა გაზეთში სხვადასხვა ინტერპრეტაციით არის. და ის გასარჩევია რედაქტორის შენიშვნა, რაღაც კორექტორული შესწორებებია თუ ეს არის ავტორის ენა და როდესაც უკვე წლების მანძილზე დააკვირდები აი ამ გამოსვით, რასაკურველია იქ უკვე ადვილი შესამჩნევია ეს გამსახურდიას ნათქვამია, მისი სიტყვაა თუ არა. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ იმის გარდა რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი დოკუმენტების შენახვა და ქონა და ერთად თავმოყრა პოლიტიკოსებისთვისაც, ისტორიკოსებისთვის, მკვლევარებისთვის, ყველა მკვლევარისთვის. აი ჩვენ მომზადებული გვაქვს გამოსაცემად შევარდნაძე,
რომელიც ძალიან დიდი корпуსი იქნება, პრაქტიკულად თქვენ მოგეხსენებათ ორშაბათის შევარდნაძის რომელი პერიოდი იქნება? საბჭოთა კავშირის ეს პერიოდი იქნება ჩვენ სხვადასხვა პირველი რესპუბლიკის ჟორდანიას მთავრობის მეთაურის ეს არ არის ეს კონსტიტუცია არა კონსტიტუცია არა კიდევ აი ამ სერიაში იქნება ჟორდანიას სიტყვები ჟორდანიას რომელიც 1000 გვერდს მოიცავს ამ შემთხვევაში გამონაკლისია იმიტომ რომ უახლესი ისტორია და გვაქვს რაღაცა ყველა პოლიტიკოსი რომელიც იწოდებოდა პირველ პირად ხალხში როგორც უწოდებენ და კონსტიტუცია კიდე მათ განსაკუთრებულ სტატუსს განუსახავთ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე მათი სიტყვები იქნება ამაში და მათ შორის ჟორდანიას სიტყვებიც მაგრამ აი ეს ამ გამოცემაზე მინდათ რამდენიმე სიტყვა ითქვა საქართველოს ესე იგი პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია 21 წელი აქ ჩვენ თავი მოუყარეთ დისკუსიებს და იმ დოკუმენტებს რომელიც წინ უძღოდა პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებას 18-21 ორი ტომისაგან იქნება აი პირველი ტომი ახლა გამოვიდა მომავალ წელს გამოვა მეორე ტომი ჩვენ ამაში ეროვნული არქივის გვეხმარებოდა ეროვნული არქივიდან მოვიპოვეთ ეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია მაგალითად არავინ არ ვიცით პირველი რესპუბლიკის დეპუტატების ბიოგრაფიები აღმოჩნდა რომ არქივში არის 96-მდე დეპუტატის მაშინდელი დეპუტატის ავტობიოგრაფია მათი ხელით დაწერილი ამას დაურთავთ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალი გამოცემისთვის გარდა ამისა ჩვენ ვქნით ჩემი კოლეგები სამოქალაქო განათლების განყოფილებაში ერთ-ერთი ჩემი დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილება გახავთ ვამზადებთ პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ ლექსიკონს. აი თქვენ ახლა მე ამ დემონსტრება აქ არ შეგვიძლია ტელევიზიას არა აქ ასესადლობები. თქვენ რო ნახოთ რა ცნებებს იყენებენ, რა კატეგორიებს, როგორ აზროვნებენ, როგორი კულტურაა საერთოდ და პოლიტიკური მეცნიერების ცოდნის ორატორიკის არაჩვეულებრივია ტერმინებიც ესე იგი ამ ტერმინებს და მე ჩვენ ამას გავაკეთეთ მაგრამ საერთოდ გამოვცემთ მაგრამ საერთოდ გვინდა რომ აი ამ წინებინა როცა ეს დასრულდება ეს გამოცემა რაღაც დაგვიგროვდება მასალა მე შეგვნა კომისია მოიწევთ საზოგადოება და შევარჩიოთ მაგალითად 10 საუკეთესო სიტყვა ქართული პოლიტიკოსის ის შეკითხვა მინდოდა თქვენთან არსებობს რა თქმა უნდა ის ოფიციალური გამოსვლები რომელიც დაფიქსირებულია ტელევიზიით თუ მასმედიის საშუალებებით და არსებობს რაღაცა თუ გაქვთ ხელწოდომა აი იმ საიდუმლო დაუშვათ რაღაცა ბრძანებებზე აი ეს არის ჩემთვის გავაკეთებ საქმე რაშია იცით აი როდესაც ჩემი კოლეგები რა თქმა უნდა ჩვენ განყოფილებაში გამიხილავთ ხოლმე რაზეც მუშაობთ და აი შევარდნაძის მოღვაწეობის პერიოდზე ვინც მუშაობს მომაწოდა ერთი დოკუმენტი სადაც განხილულია რომ აი გამსახურდია დავუშვათ 92 წელს მოუწოდებდა რაღაცისკენ აი სამოქალაქო დაპირისპირების დროს ამ დროს ზუსტად იგივე დოკუმენტი არის და ინტერპრეტირება შეიძლება თუმცა აი იმისი დადასტურება ნამდვილად ის დოკუმენტია ხელმოწერილი თუ არა ორივე ეყნობოდა საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალურ გამოცემას ხო მაგრამ ნუ ნამდვილი ბრძანება არის ამიტომ ეს მაინტერესებდა ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემებზე მუშაობა ალბათ მზია თქვენთვის ალბათ განსაკუთრებით საინტერესო ფიგურა იყო ზვიად გამსახურდია და სწორედ ამიტომ კონკრეტულად ამ ტომებზე იმუშავეთ მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო გახდა თუ არა ani აღმოჩენებით სავსე რამდენად იქნება სავარაუდოა მე რას გეტყოდეთ აი ინტერესის თვალსაზრისით რა თქმა უნდა მე იმ თაობის ადამიანი ვარ ვისთვისაც ძალიან ახლო იყო ეს პერიოდი 9 აპრილის ნოემბრის მოგეხსენებათ მაშინ ყველა სტუდენტების და მოსახლეობის ყველანი აი ამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ვიყავით ჩართული თუნდაც აი ამ მიტინგებზე სიარული და მოსმენით და იცით რა არის ხანდახან ხდება ხოლმე რომ არ გვაქვს ისეთი ინფორმაცია რაც შეიძლება უტყუარად ჩაითვალოს და აი თუ თანაც პარალელს გავავლეთ იმასთან რომ ძალიან ბევრი არაქართული წავიდა იმ პერიოდში საქართველოსდან და სწორედ მიზეზად იდებდნენ ხოლმე იმას რომ ქართველებს არაჩერებენ და საქართველოს ქართველებისთვის ასეთი ლოზუნგებიც გამიგია ხო და აი ამ მუშაობის
პროცესში თან მოგახსენებათ 90 და 91 წელი ესეთი პერიოდია, როდესაც არც ხელი მიგუწვდებოდა აი ამ პრესაზე და არც დიდად ინტერესდებოდით, ხო? რასაც მოგვაწევდა პირველი არხი, ჩვენთვის ის იყო ის ინფორმაცია. და აი ამ მუშაობის პროცესში, როდესაც ყველა გაზეთი დავამუშავე, რაც იმ დროს გამოდიოდა, აღმოჩნდა სულ სხვა სურათი. დაიხატა რაღაცა სხვა და ამავე დროს ეს განცდებიცა, როცა ყველაფერს თავიდან გაივიდა. აი როდესაც ეს ბოლო 2 ტომი დავამატეთ, ჩვენ ჯერ 3 ტომი გამოგვეცით და მე გადავწყვეტეთ, რომ ის ბრძანებულებები დიახ მეოთხე და მეხუთე ტომიც მნიშვნელოვანი იქნებოდა საგდესის ინფორმაციებით, სადაც შეიძლება მხოლოდ ერთი წინადადება ან 2 ყოფილიყო და წავაწყდი ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს. ესე რაღაც 70-იან წლებში მიღებული მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, სადაც სოფლის რაღაც გარკვეული სოფლები იყო განვითარების არ მქონეთ და უპერსპექტივოდ ჩათვლილი და იქ იყო გარკვეული მიზნები, რომლებიც ემსახურებოდა იმას, რომ ამ სოფლებიდან ხალხი ჩამოსულიყო უფრო განვითარებულ სოფლებში. და წარმოვიდგინეთ, რომ ასეთი სოფლები აფხაზეთის ტერიტორიაზე 180 იყო, სამაჩაბლოში დაახლოებით 100. ეს იყო კახეთის მიმდებარე ტერიტორიები, თბილისის რაღაც გარკვეული ზონები და აი ამგვარი დოკუმენტები ხშირად ძალიან კარგად ხატავს იმ სურათს ჩვენი პოლიტიკოსები, რომელ საკითხებს წამოწევენ წინ, რაზე უფრო მისფიქრობენ და რა კონტექსტში ითქმის ფრაზა და ასე შეგიძლია თითოეულ გამონათქვამს აქვს თავის წინაპირობა. და კიდევ ერთი რაღაცა მინდა მეკითხა. აი საკაკი ასათიანზე არ გითხოვს, არაფერი ეს არის მე-6 ტომი გამოცემაში, ანუ ჩვენ ახლა მხოლოდ სვიად გამსახურდიაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ აი ეს დიახ, როგორც საზოგადოება კაკო ასათიანაძის ისნობს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ასეთივე გაგრძელება ექნება ედუარდ შევარდნაძე და ასე შემდეგ ჟვანიას ვამზადებთ ახლა ძალიან გვინდა რომ ძალიან სწრაფად ამ მომავალ წელს გამოვიდეს. გასაგებია რომელი პოლიტიკოსები შევლენ პრინციპში მე უყურებდი და გამინდოდა მე თქვა ესე იგი რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლამდე ჩვენ ვიცით ზვიად გამსახურდია დისიდენტობის პერიოდი უმრავლესად ქუჩაში ხდებოდა აი ისინი თუ არის შესული ქუჩის გამოსვლა. ისიც რა არის რამდენიმე გამოსვლა რომელიც დაბეჭდილი არის 90 და 91 წელს მნიშვნელოვანი გამოსვლები იყო მაგის გამოსვლა მიმართვა არის პოლიტიკურ პარტიებს 80-იან წლებში პრინციპი აქვს. პრინციპი არის როცა ჩვეულებრივი მოქალაქე ადამიანი ხდება ხელისუფალი და იმ დღიდან ის იწვევს გამოსვლებს ინტერვიუებს იძლევა საზოგადოებას მიმართავს იმ დღიდან მოყოლებული გროვდება მისი გამონათქვამები, ინტერვიუები, ბრძანებები, რომელსაც ის გამოსცემს და როცა ხელისუფლებიდან მიდის, აი მაგალითად შევარდნაძე წავიდა ხელისუფლებიდან, მერეც იძლეოდა ინტერვიუებს, მაგრამ ამ გამოცემაში ის არ მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის გამონათქვამები. რატომ კეთდება ეს? იმიტომ რომ კვლევარს, ბოდიშმზეა, კვლევარს შეიძლება სპეციფიკურად ეძებს პოლიტიკოს იკვლევს იმ პერიოდში, როცა ის არის ხელისუფლებაში და მას პრაქტიკულად ეს დოკუმენტები ექნება. და ლიტერატურაში თუმცა 2 დოკუმენტი არის იმ პერიოდში, როდესაც ზვიად გამსახურდი არ იყო არც უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე და არც პრეზიდენტი. მაგრამ მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ აი მომავლის პერსპექტივაში პოლიტიკურ პარტიებს აძლევდა რაღაც მითითებას და ამდენად მაგალითად ისტორიიდან გამომდინარე ვიცით ახლა რომში ოქტავიანეს გამონათქვამები სანამ გახდებოდა იმპერატორი ბევრად უფრო როგორი ეს 2 დოკუმენტი იმიტომ არის რომ თვითონ ჩათვალეს რომ აი რამდენად აქტუალური იყო იმ პერიოდში და თან დაბეჭდილია 90 და 91 წელს თუმცა მითითებულია რომ ეს მიმართვა იყო 99 წელს ან 98 წელს ამიტომ რამდენადაც თვითონ ჩათვალეს ეს რომ მნიშვნელოვანი ესე იგი პერსპექტივად მე რასაც ვხედავ ეს არის უწყვეტი ნაკადი და ესე იგი ზვიად გამსახურდია შევარდნაძე მიშა სააკაშვილი ჟვანია ბიზინა ივანიშვილი ღარიბაშვილი და ასე შემდეგ ეს გაგრძელდება. ქალბატონო მზე იცით რა მაინტერესებს აი მუშაობის პროცესში აი თუნდაც გამსახურდიაზე რომ ავიღოთ მაგალითად ოჯახთან თუ გქონდათ ანუ შეხება თუნდაც რაღაცა დეტალები აი საინტერესოა ეს პროცესი ჩვენ დავუკავშირდით რა თქმა უნდა და ხარით რომ ამის შესახებ მზადდებოდა მასალა გამსახურდიას პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში და მე ძირითადად ჭირდებოდა დევნილობის პერიოდში თუ გქონდათ რაღაცის მასალა რომელიც ჩვენ არ მოგვეპოვებოდა და აღმოჩნდა რომ
არის რაღაც დოკუმენტები და იმას ალბათ გამოვცემთ შემდეგ დამატების სახით. ფოტოები გჭირდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისიც კოლხური კოშკის რაღაც როდესაც დაიწყო, მაშინ განადგურდა ძალიან ბევრი ფოტო. ამიტომ ეს ფოტოები რაც მოვიპოვეთ, მხოლოდ ეს არის გამოსული. ელექტრონულადაც იქნება ის ელექტრონულად. ჩვენ საიტზე არის არაჩვეულებრივი. კი ბატონო, ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ქართულად რო აკრიფოთ, თქვენ აღმოჩნდებით ჩვენ სივრცეში და თქვენ მერე შეგიძლიათ იქ ძიება ჩაატაროთ, იპოვოთ ეს დოკუმენტები. ვიდეო ვერსიებიც არის სადართული, ესეც საინტერესოა. ვიდეო ვერსიების არ ვაგროვებდი, ჩვენ იცით რა ძალიან საინტერესოა, ერთი დაწერილი სიტყვა, მეორე მხრივ სპონტანურად, აი ჩვენ ახლა სპონტანურად ლაპარაკობთ, არც ერთი ჩვენგანი დაწერილ ტექსტს არ გაგიკითხულობთ და ჩვენი წამოცდენა დაუშვათ რაღაც აზრი უცებ გაგვიშ და უცებ თქვით. აი ეს კიდევ არის ნაწილი აი პოლიტიკური დისკურსისა, რომელსაც ჩვენ მივაქციეთ ყურადღება და მომავალში ვაპირებთ, რომ ის რაც არ დაბეჭდილა, მაგრამ ითქვა დაუშვათ ან რადიოში, ან ტელევიზიაში, ან საზოგადოების წინაშე გამოვიდა ადამიანი და ითქვა, ხო? აი ამის შეგროვებაც მნიშვნელოვანია. ვთქვით რომ აპირებთ მაგალითად 10 საუკეთესო სიტყვის შემდგომში გამოვლენას და ეს მოხდება, ეს იქნება რაღაცა ჩართული იქნება თელი საქართველო, ისინი აირჩევენ თუ რაღაცა ჯგუფი არის. და უკვე გამოიკვეთა ალბათ რამდენიმე კანდიდატი ჯერ არ რა პრინციპით მოხდება არჩევა. ესე იგი, ბევრი პრინციპი ჩვენ მაგაზე ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო კითხვაა და ალბათ ყველაფერს ვერ ვიტყვით აქ, იმიტომ რომ ჯერ ჩვენც არ ვიცით, მაგრამ ძალიან მნიშვნელობა აქვს დავუშვათ ძალიან მნიშვნელობა პოლიტიკურ კონტექსტს. როდის სიტყვა ეს იყო და რამდენად საჭირო იყო ეს სიტყვა. მე როგორ არის ეს სიტყვა აგებული, მაგალითად რიტორიკის წესების მიხედვით შესავალი აქ იქ დავუშვათ სასპენსის დაძაბულობის მომენტი შემოაქვს, მე ამ დაძაბულობის ესე მთელი რიტორიკული წესების მიხედვით ითქვა თუ არა, ან ბევრი კრიტერიუმის მიხედვით შეიძლება საქმე ვერ ხედავ ჯუმერ პატიაშვილზე სიტყვა როგორც ასევე დამოუკიდებელი საქართველოს გვაქვს ხედველობაში მის დროს დაიწყო გრევა პრინციპში საქართველოს დამოუკიდებლობა რო გამოცხადდა ჩვენ ის საბჭოთა საქართველოს იყო ჩვენ ვთქვით რომ ის იყო უბრალოდ ისტორიის საზღვარზე ხიდზე მდგარი ადამიანია რომლის დროსაც დაინგრა პრინციპს ვერ გავაფართო იმიტომ რომ მაშინ ის იქნება ძალიან დიდი პრინციპი ვერ უნდა გავაფართო არ ვერ გავაფართოვებთ ეს პრინციპი არის რომ საქართველოს დამოუკიდებლობა იქიდან მოყოლებული და მნიშვნელოვანი იქნება ძალიან დავუშვათ სანამ გახდებოდნენ ხელისუფლები რას იძახდნენ და რას იძახიან რომ არიან ხელისუფლები მაგასთან დაკავშირებით აქ ერთი დოკუმენტი არის 6 შეკითხვა პრეზიდენტობის კანდიდატებს აი ეს არის 6 შეკითხვა ძალიან საინტერესო და ნუ პასუხობს ნუ კრებულში რასაკვირველია მხოლოდ ზეად გამსახურდიას პასუხები შევიტანე და მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესო თუ აი შემდეგ ყველა საარჩევნო პერიოდის წინ პრეზიდენტობის კანდიდატებს აი ზუსტად იმ 6 შეკითხვას დაუსვამენ და იცვლება თუ არა რამე ამ სოფლბოლობაში ან იდეა მოგვეცით ეს ძალიან საინტერესოა რასაც თქვენ ბრძანებთ ახლა ეს შედარებები მაგრამ ამ პრინციპში უნდა ჩავეტიოთ ჩვენ და თუ მკვლევარს გაუჩნდება სურვილი რომ დავუშვათ შეადაროს და ასე შემდეგ მას ექნება მასალა ძალიან საინტერესო არის ის რაც თქვენ გთავაზობთ საინტერესო იმ ადამიანებისთვის ვინც ამ ეპოქაში ცხოვრობთ ფართო მკითხველებისთვის არის ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ უფრო ფართოდაც ამის გარდა ჩვენს ხელისუფლებს აღვიქვას უმრავლესად ემოციურად იმიტომ რომ ონლაინში ვართ რა მათთან ურთიერთობაში ცხოვრობ და გვეხება პირდაპირ ემოციურად და ანალიზის საშუალების დროც არა გვაქვს ხოლმე სამწუხაროდ ეს ის საწყისია და ეს ციგნები არის რომლებიც მოგცემს უახლეს ისტორიაში უფრო მეტი ანალიზი გავაკეთოთ და ასევე მგონია რომ მათთვისაც გქონდეს იმ ადამიანებისთვის ვინც რა თქმა უნდა ცოცხლები არიან და დაუშვათ უკვე აღარ არიან ხელისუფლებაში ან არიან მათთვისაც თავიანთი საკუთარი ისტორიაში გადახედვა მისცემს იმის საშუალებას რომ ნაკლები შეცდომა დაუშვან და მეტი უფრო დიდი მადლობა აბსოლუტურად ეს ჩვენ ჩანაფიქრით შეკითხვაზე ცოტნე გამსახურდია არის კონსულტანტი აი ამ ბოლო 2 ტომის ძალიან კარგი ცოტნე გამსახურდია ჩემი ბავშვობის მეგობრია მე ირაკლი ჩარკვიანი ცოტნე ბავშვობიდან ერთად მოვდოდით სანამ წავიდო და შვეიცარიაში ცოტნე რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მოგვცა კონსტანტინე გამსახურდია უმცროსიც იყო ჩვენთან და მნიშვნელოვანი იყო მათი ისე მხარდაჭერა უბრალოდ თუნდაც რომ მოვიდნენ და მიწეს რამე ხო არ ჭირდება და ასე შემდეგ ქალბატონი მანანაც იყო პრეზენტაციაზე და საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ამ პროექტზე ამას ჩვენ აუცილებლად გავაგზავნებთ. გამოინტერესებს რომ მიუხედავად დაუშვათ
ივანიშვილი ძალიან მოკლედ რო იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ როგორც უმნიშვნელოვანესი ფიგურა აგრძელებს მომზადებული გვაქვს თითქმის მისი სიტყვები და ამ სერიაში გამოვა ივანიშვილიც, სააკაშვილიც და სხვა პოლიტიკოსები ნებისმიერი მარგველაშვილიც და ხარიბაშვილიც და ჩვენ გაგვიადვილებს ამ საქმიანობას და აი ეს პერიოდი ცოტა რთული იყო აი ამ აკრიტული გაზეთებიდან მე ზოგან ამოჭრილი ამოხეული და ეს ახლა ელექტრონული შევარდნაძე და ჟორდანია ჩვენ პირველ რიგში ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები მე ვარ გარკვეული ფუნქციით აღჭურვილი ადამიანები საჯარო მოხელეები ვართ ჩვენ შეიძლება რამე პოლიტიკური პრეფერენცია უპირატესობა ვიღაცას მივანიჭოთ თავშოთ ჩვენს საარჩევნო პროცესში ან რაღაცა ესე იგი გვაქვს ჩვენი პოლიტიკური გემოვნება მაგრამ როგორც ამ ქვეყნის ესე იგი ბიბლიოთეკაში მომუშავე ადამიანები არა ჩვენ გვაქვს დისტანცია ამასთან ყველა ჩვენთვის ყველა ერთნაირად ძვირფასია როგორც გარკვეული ტექსტის მატარებელი ადამიანები გამოჩნდა როგორც მხატვრული ლიტერატურული ამ შემთხვევაში დოკუმენტალური მე მაგალითად რო ვიყო ამ წერალი დავწერდი ესეთ ნაწარმოებს და აი თავისუფალ საქართველოს სივრცეში არსებულ ყველა ხელისუფალს დავსვავდი ერთ სუფრაზე ხომ და სადღეგრძელოებით ვაურთიერთებდი და რატო ვიძახი ამას რომ სამწუხაროდ ჩვენთან ყველა შემდეგი ხელისუფალი ხდება ასე ერთგვარი მტერი, ცოტა მძაფრის სიტყვაა წინა ხელისუფალის და ეს ისტორია გრძელდება და აუცილებლად უნდა შეწყდეს. მგონია, იმიტომ რომ საქართველოს ჭირდება, როცა ჩაინაცვლება ერთი ხელისუფალი მეორე ხელისუფალს, ინტერესი იყოს საერთო საქართველოს კეთილდღეობა და არა ერთმანეთის მიმართ დაუშვათ მტრობა. არაჩვეულებრივად თქვით, ჩვენი გამოცემა სწორედ ამას მიხარს ახავს მიზნად, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ დაუშვათ ის პრეზიდენტები, რომლებიც ამ პრემიერ-მინისტრები და რომლებიც ადრე რომლებიც დღეს არიან, ეს არის ერთი საზოგადოების მოქალაქეები, შვილები, ასე ვთქვათ, და ჩვენ ყველას გვაქვს სურვილი, რომ ეს ყველაფერი იყოს ერთად თავმოყრილი გამოცემაში. მე ძალიან მინდა რომ შემდეგ პრეზიდენტსა, შემდეგ პრემიერ-მინისტრს, წინა პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტმა მოულოცონ გამარჯვება და გააგრძელონ საქართველოსთვის ერთად ბრძოლა. გისურვებთ, რომ სულ უფრო და უფრო საინტერესო წამოგვიყვანდეს მომავალში დასამუშავებელი, იმიტომ რომ ეს ჩვენზეც პირდაპირ აისახება, ანუ როგორი ხელისუფალება. ბოლო რაღაცა გამახსენდა, ეს შეიძლება დოკუმენტი არ იყოს, ის არის ფაქტი, როდესაც სააკაშვილმა დაალია შევარდნაძის ჭიქა. ესეთი დეტალები თუ არის შეტანილი. თავარი კაი ჩაიყოფილი ყავდა. ჯერჯერობით არა და ეს შეიძლება არ იყოს იქ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ არის მაშინ ხელისუფლება. ეს პრინციპი უნდა იყოს ურღვევი, იმიტომ რომ თუ ჩვენ პრინციპს გავაფერდოთ, მაშინ ყველაფერი უნდა და ყველაფერი შეუძლებელია. ძალიან საინტერესოა მე ულოცავ სრულიად საქართველოს აი ამ წიგნების გამოცემას, რაც მნიშვნელოვანია იმ ანალიზისთვის საცხოვრობთ ვინ არის ჩვენი ხელისუფალი და ჩვენი თავისუფლება, რომელიც გვაძლევს ხელისუფლის არჩევას, როგორ მნიშვნელოვანია ამ წიგნიდან გავიგოთ. და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოველი სიტყვის გამონათქვამის და დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, დიდი მადლობა ამ წიგნებს. სურებთ ამ კრებულს და ჩვენ დროებით შევისწავლეთ. ჩვენ ყოველთვის შეგატყობინეთ ჩვენს სიახლეებს და თქვენი ხასიათის იმედი. ჩვენი სტუმრები იქნებით ყოველთვის. დიდი მადლობა თქვენ. წარმატებები, მადლობა. მადლობთ.